მოგესალმებით მესწავლებელი მაყურებელს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემი დაკავების მთელი პროცესს, დასაწყისიდან მოვყევი პრინციპში. თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, მეც მშვიდობიან აქციაში ვიღებდი მონაწილეობას, მახსოვს არათუ გზას არ ვკეტავდი, არც ტროტუარზე არ ვდგარ ვარ, ვიდექი მოლის მხარეს შემაღლებულ ტერიტორიაზე. ფერდობზე, სადაც დავინახე, როგორ დაიძრა ეგრეთ წოდებული ხარებას რაზმის რამდენიმე ნიღბიანი წარმომადგენელი გოგონას მიმართულებით და მის მიმართ მიმდინარეობდა ამ პროცესში ფიზიკური ანგარიშწორების მუქარები, ისეთ სიტყვები, რომ ეგ ალბათ არ აღიწერება, ეს მეუხერხულება, მაგის გამეორება ყოველ შემთხვევაში და იმ მომენტში ალბათ ხო ეგ ძალიან ინსტინქტების დონეზე ხდება ალბათ, რომ ვერ მოვახერხე, რომ გავქცეულიყავი, უყურებდი, რომ იქნებ რამენაირად შემძლებოდა ამ გოგონას დახმარება. მე სავარაუდოდ გოგონას დაკავება არ გადაწყვიტეს და მის ირგვლივიც ვიდექით რამდენიმე ადამიანი ბიჭები ეს ხალხი წავგიყვანეს და მე ჩამავლეს ხელი დამაგდეს ის რო ვთქვათ გზის სავალ ნაწილზე ჩავამათრიეს ამ ფერდობიდან ჩვეულებრივად ეს სემატყების ტრადიციული კორდონი გამატარეს მიკროავტობუსამდე. სანამ ჩაჯდებოდით აი ამ მინივენში. სანამ მიმიყვანდნენ ამ მინივენამდე, რომელიც გავცელა მეგონი ეს კადრები მინივენში, როგორ ერთად რო სხედხართ ყველა. ხო, მოკლედ ამ ფერდობიდან როცა ჩამითრიეს მინივენამდე, ფიზიკურად მისწორდებოდნენ, ზირთად ძირს ვეგდე თავის აწევასაც კი ვერ ვახერხებდი, ყველა მხრიდან ხდებოდა ან წიხლი, ან ხელი, არ ვიცი ყველაფერი. რასთან კონდათ და მე უკვე მახსოვს რომ ესეც მნიშვნელოვანი დეტალია სანამ უშუალოდ მიკროავტობუსში შემიყვანდნენ რამდენიმე მეტრში ჩემგან ხელმარცხნივ თვითონ ეს ხარება ზვიად ხარაზიშვილი იდგა რომელიც უშუალოდ ამ ყველაფერზე მითითებებს ბრძანებებს გაცემდა ირონიულია ძალიან რომ მისი როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ვალდებულებაა ზოგადად რომ როდესაც ძალადობის აქტს ხედავს ამას ხელი შეუშალოს და პირიქით მოქალაქის უფლებები დაიცვას პირიქით როცა ამას პირიქით აკეთებს და ისაძლევს მითითებას მოქალაქეზე ძალადობის ესე 2 მეტრში ვხედავდი ამ ყველაფერს ამის შემდეგ უკვე ამიყვანეს ამ მიკროავტობუსში მომყვა კიდე სხვა ბიჭებიც და ამის შემდეგ ხდება უკვე ის რომ მიკროავტობუსში ამოდის 4 ნიღბიანი ქრება შუქი და 1 წუთის განმავლობაში მიდიოდა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ახლა მაშინ დროისა და სივრცის შეგრძნებას მაინც კარგავ ადამიანი და მიდიოდა ანგარიშწორება და 1 წუთში მორჩა ეს ყველაფერი ამის შემდეგ აქ თქვენ არ ხართ მარტო ამ მინივენში არა 4 ადამიანი ვართ ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი 16 წლის 16 წლის ბავშვს ცემენ მათ შორის 3 ადამიანს და ამ 3 ადამიანში 4 ადამიანში თქვენ ხართ და უსწორდებიან ფიზიკურად დაახლოებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ესე რომ ვთქვათ მიკროავტობუსამდე ჯერ მანამდე გაგვატარეს ეს სემატყების ამბავი. ხო ამის მერე იღება ეს მიკროავტობუსის კარი და ამოაქვთ ეს ეგრეთ წოდებული ხამუთები, რომელსაც ხელზე ადებენ ხოლმე. და ეს იმდენად მტკივნეული იყო ამის ესეც წამების ერთ-ერთი მეთოდი არის მათთვის რომ ხელზე იმდენად მტკივნეულად გიჭერენ რომ ფიზიკურად სისხლი აღარ მოძრაობს და მე სანამ უკვე საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა მას შემდეგ რაც მათ გადამცეს მათ სანამ არ მოხსნეს ეს ფიზიკურად ხელის მტევნებსაც კი ვეღარ ვგრძნობდი ხო მანამდე გამორჩა ის დეტალი რომ ტელეფონები მოგთხოვეს წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვემუქრენ რომ გაგრძელდებოდა ფიზიკური ანგარიშწორება მას შემდეგ რაც უკვე ეს ტელეფონებიც მივეცით და ეს ხელებიც უკვე მე შეგვიკრეს იღება ის მიკროავტობუსის კარი და ერთ-ერთი მათგანი სხვა ნიღბიანი უკვე ამ ხალხს მოუწოდებს რომ საკმარისია გეყოთ კამერები არის გარშემო და ანგარიშწორება მოკლედ ფიზიკური უნდა შეეწყვიტოს და ერთ-ერთი ეუბნება დანარჩენებს. ხო, ამოდის ქვემოდან ერთ-ერთი მე-5 ანუ თუმცა აჩერებს ამას. უნდა შეგაწყვეტინო, სანამ ეს მოხდებოდა, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა რომ ხარაზიშვილისგან მიიღეს დავალება. ეს ჯგუფი, იმიტომ რომ შაიშმელაშვილის ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, სადაც ის ამბობს რომ არსებობს რაღაცა ჯგუფი, 300 კაციანი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ კონკრეტულად ხარაზიშვილისგან იღებს
იღებს დავალებას აი ამ ცემატყეპაზე, ფიზიკურ ძალადობაზე. ეს ფიქრობ თulit თუ არა რომ კონკრეტულად მისგან იყო დავალება. მე თulit თუ არა მაგას არ აქვს უშუალობა. სანამ მეუშუალოდ დამაკავებდნენ, რამდენიმე წუთის წინ რუპორიდან გვაგინებდა ზვიად ხარაზიშვილი აქციის მონაწილეებს და ეხლა მე მგონი გასაკვირი არავისთვის არ არის თან იმ კადრების ნახვის შემდეგ, როცა თვითონ უსწორდება ხო იქ ჩანს კადრებში დემონსტრაციას, რომ მითითებებს უშუალოდ ზვიად ხარაზიშვილი გასცემდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი მაინც მივხვდეთ ამ ყველაფერს, ეხლა ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი თავს გადამხვდეოდა, თუმცა მაინც ხო სხვანაირად შემაძრწუნებელი იყო იმ 4 ნიღბიან შორის ერთ-ერთის ბრაზი და აგრესია, ეგრე როგორ უნდა გძულდეს და გეზიზღებოდეს ადამიანი, ჩემთვის აქამდე წარმოსადგენი არ იყო და ხო არა თუ სამართალდამცავ ორგანოებში რომ მუშაობს ესეთი ადამიანი ან სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ოფიციალურად, ეს არის პრობლემა ზოგადად გარეთ რომ დადის და საზოგადოებაში მოძრაობს ესეთი ხალხი, ეგ არის პრობლემა რა ერთი კი მან იცოდა მაგალითად თქვენ რომ პარტიის თქოთ წევრი იყავით, იმიტომ რომ მე რატომ გეკითხებით რომ იქ იყო რომ მაგალითად ელენე ხოშტარიას ახსენებენ სხვადასხვა პოლიტიკოსის გვარსახელს თუ იყო აი ასეთი საუბრები მანქანაში კი იყო იქ ტრადიციული მცდელობა არის მათი რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ იმით რომ აი ვისთან გამოდიხართ ბიჭო აქციაზე რით ვერ გაიგეთ რომ ჩვენ არ გავჩერდებით და თქვენ ცემას გავაგრძელებთ და ეს თითქოს მათი მცდელობა რომ შევეშინებინეთ და ფსიქოლოგიურად დავეთრგუნეთ მოეხდინათ აქციის დისკრედიტაცია ჩვენ თვალში რომ აქ რაღაცა ისეთი ოპოზიციური ლიდერები აორგანიზებენ ამ ყველაფერს რომ ჩვენ იქ არ უნდა მდგარიყავით, მაგრამ ხო ეხა როცა ამდენი ადამიანი ხდება ამ რეპრესიული აპარატის მსხვერპლი ესე რომ ვთქვათ, ყველა ხედავს თვალნათლივ მართლა იმ საპროტესტო აქციაზე რა ხალხი არის გასული და ვინ აპროტესტებს და ხო ვის გამო გადის და რის გამო გადის ხალხი იქ და მე მგონი ეს შემთხვევები კიდე ნათლად უნდა აჩვენებდეს ადამიანებს რომ თუ კი რამის გამო უნდა ვიდგეთ პირველ რიგში თავი რო დავანებოთ იმ ევროკავშირს და დასავლურ ინტეგრაციას პირველ რიგში ეს არის რომ სადიზმი არ იყოს ლეგალიზებული. და დავუბრუნდა აი ამ ინციდენტს, იცოდნენ რომ არასრულწლოვანს ურტყამდნენ, ანუ იცოდა არასრულწლოვანი რომ იყო ეს გაარკვიეს მას შემდეგ რაც დაიძრა უკვე მიკროავტობუსი, როცა ჩვენი ცემატყეპა შეწყვიტეს და ის ტერიტორია დატოვა ამ მიკროავტობუსმა, მერე უკვე გადაგცეს საპატრულო ეკიპაჟს და როცა საპატრულო ეკიპაჟის მიკროავტობუსში ჩავსხედით, იქ გაირკვა უკვე რომ ერთ-ერთი ჩვენგანი, ანუ სახელი არ მახსოვს იმ ბიჭის, იყო 16 წლის და ეს საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებს ისე გულზე მოხვდათ მოკლედ, რომ თქვენ ისევ ხელი ქონდათ შეკრული. კი, ამ დროს მე ხელი მაქვს შეკრული და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვერ მიხსნიდნენ ამ ხამუთებს ეს პატრულის თანამშრომლები, მე ერთ-ერთი დანა ქონდა შემთხვევით გამიმართლა, მეუბნებოდი რომ კახეთის გატკეცილზე რომ მივალთ იქ იქნებ მოხსნა თქვა. იქამდე ფიზიკურად ვერ მივაღწევდი, ანუ არ ვიცი, მე როგორც გავარკვიე, მართლა რაღაცა წუთებით ვარ ალბათ გადარჩენილი, რომ ხელის მგრძნობელობა არ დავკარგე რა ფიზიკურად და მე დანის საშუალებით გაჭრეს ეს ხამუთები და ჩემი წაება ესე ამ ფორმით მე დასრულდა. საპატრულო პოლიცია ხო მე უკვე ცალკე ამბავი იწყება, ანუ ეს უკვე ცალკე ამბავი იწყება, ნუ ზოგადად ჩემი ერთ მაინც გასამეჯნია მიუხედავად იმისა, რომ GDD-საც და საპატრულო პოლიციასაც ორივეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს ზოგადად ამ პროცესში, ანუ სხვადასხვა ფორმის დანაშაულს ჩადიან ისინი. ეს ბრუტალური მეთოდების ავტორები არიან GDD-ის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს უკვე სამართლებრივად, ესე რომ ვთქვათ, აპრავებენ და რაც არანაკლებ ბრუტალურია, მე რომ მკითხავ. ხო, ანუ მე მესმის რას გულისხმობ, ფიზიკურ ძალადობაში არის. ხო, ეხა ორივე წირავს ადამიანს, ეხა ცხადია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ხო, ესეც ირონიული ამბავი იყო, რომ როცა იქ მიგვიყვანეს საპატრულო პოლიციის შენობაში, ჩვენი დაკავების მოტივებს ჩატების საშუალებით არ ვკვევდნენ და ერთმანეთის ფუცლებისგან იწერდნენ ვინ რისთვის დააკავა და ამას ხედავდეთ თქვენ? კი, ცხადია, ყველა ამ ყველაფერს ხედავდა და ესეც მე ხა რამდენჯერმე მქონია ამის გამოცდილება სამწუხაროდ, მაგრამ ну ზოგადად ესეთ ქვეყანაში რო ვცხოვრობთ, რომ გამომძიებლები მოძრაობენ, პოლიციელები მოძრაობენ, ყველა მიცის რომ ეს გამომძიებლები ცრუჩენების მიცემას ავალებენ ამ პოლიციელებს. ამ პოლიციელებმაც იციან რომ თვითონ არ უნახავთ თქვათ ის დაკავებული უშუალოდ აქციაზე რას აკეთებდა. იქ ეხა საუბრის დროს პირად საუბრებში უარყოფდნენ ამას, რომ არა იქ არ ყოფილი ვარ და
ხო თუ სასამართლოში მოვალ, კი ხო იცი რომ ეს ეხდება და მომიწევს სრულჩვენების მიცემა და ეს ჩვეულებრივი ამბავი ერთიოს ქვეყანაში გამხდარი რომ პოლიციელის ერთ-ერთი უფლებამოსილება ამ ქვეყანაში არის სრულჩვენების მიცემა, ანუ ეს არა თუ კანონდარღვევა, ანუ ჩვეულებრივად რომ მიდიხარ ალბათ ხა პოლიციაში, გასწავლიან სრულჩვენება როგორ უნდა მიცე. სხვადასხვა არის მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი გავიდა სრულჩვენების მიცემებზე, პოლიციელებზე, ყველაზე შემზარავი იყო ჩემთვის ამის ხილვა, რომ აი რასაც ბადრი საუბრობს, ახლა როგორი ნორმალიზებულია და სწორი სიტყვების შეარჩია, რომ ეს ერთ-ერთი უფლებამოსილება არის უკვე პოლიციელის და ეს არის შემზარავი, რომ ის რომ ნორმად მიიჩნევს ამას, რომ ხომ იცი, აი ეუბნება, რომ მე კი არ მინახი ხარ შენ რა ვითარებაში დაგაკავე, მაგრამ უნდა მივიდე სასამართლოზე და ვთქვა, რომ შენ მე დაგაკავე და ეს როგორც ჩვეულებრივი ამბავი. ერთი მინდა კითხო, ჩატები ახსენე, ერთმანეთს დავალებებს აძლევდნენ ჩატების მეშვეობით. ეს საერთო WhatsApp-ის ჩატები აქვთ, სადაც მოდის უშუალოდ ეს მითითებები, თქვა დაკავების მოტივში რა უნდა მიუთითონ. რა სიტყვებით უნდა იყოს აღწერილი პირის დაკავება, მერე მოდის გამომძიებელი, რომელიც ანაწილებს პატრულ ინსპექტორებს, ვინ ვისთან უნდა გადამისამართი, რომელმა უნდა დაიბრალოს, ესე რომ ვთქვათ, ვინ დააკავა და ხო, ეს არის გამომძიებლის მთავარი საქმე იქ, რომ გაანაწილოს სრულმოწმეები. წარმოუდგენელია. მე კიდე მინდა გკითხოთ, რაც შეეხება ბრალს, პრაქტიკულად ყველა 31-ვე დაკავებული გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის და კიდევ ერთი იყო ეს შაბლონი მე ხა ხედავდი, ან ჩატებსაც ხედავდი, ხა თავზევე და იქიან პოლიციელებს როცა აუქვსავსებდნენ, მათ შორის რამდენიმეს თვითონ ვეხმარებოდი ამ მოქმედების შევსებაში. მაქვს ამის რაღაცა ცოდნა და უნარები, ანუ ამასაც კი პირველად აკეთებდნენ, ოქმის შედგენაც კი არ იცოდნენ ამ ადამიანებმა. მე გულსფერად მეცოდებიან, ოღონდ ეს ხალხი ამას ისე არ ვლაპარაკობ. დამცინავი ტონით დაჟე ეს ტრაგედია არის მათ შორის მათთვის, რომ სისტემა ესე წირავთ, რომ რაღაცა ჩვეულებრივ დამნაშავეებად აქცევს ერთ საღამოში და ეს ადამიანები როგორც დავაკვირდი ამ ყველაფერს ვერც კი აცნობიერებენ, მაგრამ რო დაუბრუნდე ისევ დაკავების მოტივის საკითხს, იქ შაბლონი რაც იყო მითითებული იყო, სამი საკითხი რომ ვიგინებოდით და ვილანძღებოდით ყველა დაკავებული, რომ არ ვემორჩილებოდით პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და რომ კეტავდით გზის სავალ ნაწილს. ანუ ნაწილი დაკავებულების, ესე რომ ვთქვათ, ორ ნაწილში გავმტყუნდით, რომ ვიგინებოდით და ვილანძღებოდით თითქოს და არ ვემორჩილებოდით და ნაწილს შეეხო გზის სავალი ნაწილის დაკეტვა, ოღონდ მძიმედ შეეხო იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერი საფუძველი გახდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხით გადასაკვალიფიცირებლად.